მოგესალმებით მეგობრებო. ეხლა მივდივართ თბილისის კლასიკურ საოფლაოდო ტრეკზე, ჭილიდით გორზე უნდა ავიდეთ. კაი წვიმების მერე გადაწყვიტეს მარგემ და ბატონმა ქართლოსმა რომ წავიდეთ და მე კაი მეთქი რა უნდა მეთქვა. ხო და მოვდივართ ეხლა და მარგი აგვიანებს, ეს არის ჩვენებური დაწყების ვერსია. მარგა ჩაწერენ და თავის დაწყების ვერსია რომ არა ჩვენ აგვიანებთ. ხო და ისე გასუფთავა გარეცხილები ხავთ ეს მანქანები რომ თან ჭილზე საზღარი ტალახი რო კი იცით და მე ეგეთ საზღარი ტალახს ვეღარ არ მახსენდებოდა თქვენ ვაშლოვანზე ვორესია ვაშლოვანში როგორია არ გახსოვს რო უწინოთაში არა ბჭბედი მე ვერაცხი მანქანას მე მაგას ო ვორეს დაჟე ხო რა ვიცი ვაშლოვანში არ მახსენდება ეგრე დიდ ტალახებში ქარმილია მაგრამ ჭილზე რაც მახსოვს დატანჯული იყო მე ამის ზეთ საუდანწოზე შემხმარი ტალახების მოხსნით და აბა ნახოთ დღეს როგორი ვითარება გვექნება. მე მგონი დღეს ეს ძალიან საწოლებელი უნდა იყოს. აბა მივიდეთ ხა მარგესთან. მოვადექით, აი. იქხანს უნდა გელოდო? ქართლოსა უნდა მარგემ. ეს საქმეს რა ქვია. შეხვდნენ ერთმანეთს. კი განახედა მოკლე მონაკვეთი ალბათ დიალოგის და წავედით ახლა დავიწყეთ დღევანდელი გასვლა. მოკლე, მაგრამ დროში არ ვიცი რამდენად მოკლე იქნება. მალე ჩამოვიდეთ საქმეები. ო, მარკი რასებერება, ვერ მეწევით. კაი, აჭირემე. ჩართე? აბა მოგესალმებით ჩვენო გამომწერებო, მეგობრებო. ყველას პირველ რიგში გიხდით მადლობას ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის და აქვე გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, რომ უფრო საინტერესო კონტენტი შემოგთავაზოთ. დღეს რა ხდება აკო? წინა წვიმების მერე ჭილზე წავიდეთო მარგემ და ბატონმა ქართლოსამ გადამღებმა. ხო, გვაქვს მისია, ანუ იცით რომ მანქანას დავაყენე ახალი საბურავები, რომელიც არასდროს არ მყენებია. ამისთვის კიდე ერთხელ მადლობა კომპანია ამბოლს, რომ ხარი დაგუჭირა და გადმოგცეს საბურავები. არის მაქსისის MT-ები. არასდროს არ გამოგვიცდია, ვინაიდან ეს საბურავი ახალია და გვაინტერესებს ასიზავს, მაინტერესებდა ტალახებში როგორი ვლიდა და დღეს იქნება პირველი ტესტ-დრაივი მანქანისაც და საბურავისაც, იმიტომ რომ ამ მანქანით სერიოზული გზობაზე არ ყოფილვარ, ამ საბურავით საერთოდ არც არ ყოფილვარ და თან წამოვიყვანეთ ქართლოსი, რომელიც არის ასევე ნექსენის MT-ებზე, რომელიც ასევე ამბოლს შემოაქვს და ნახოთ, შევადაროთ, ეს არის შედარებით უფრო პრემიუმ ტიპის საბურავი, ის არის უფრო ბიუჯეტური ტიპის საბურავი, ორივე ვართ 33-იანებზე და საინტერესო იქნება რა თავგადასავალი გვექნება დღეს. თავარი არის ის, რომ კაი ტალახები უნდა იყოს ჭილზე, თუ არ დაშვებულები. ეს მანქანა რო იყიდე და პირველად რო ჯალამბარი გავსინჯეთ. კი, აქ იყო. ეხა მშრალია. ეხა მშრალია ჯერ. იმიტომ რომ სანამ ოხერი ადგილები ვიცი, ვიცი. ეხა გეტყვით რა მოხდა, სანამ თქვენ მოხვედით, ქართლოს იმდენი ხანი დააგვიანო რომ ამოშრა ყველა გუბე, იმიტომ რომ ზეა მაინც და მაინც დღეს. არა და გუშინ მაგარი წვიმა იყო და კაი იქნებოდა უფრო, მაგრამ ნუ ჯანდაბას. ესაც რაღაცა გამოვა. ჩვენ ჩაწერილი გვაქვს უკვე. მე მტენია ნახალკებში. თუ ჩასვავთ, მე ვამონტაჟებ, იქ არაფერი არ მოხდება ეგ. კაი, რა შეიძლება ითქვას მეტი, არაფერი. წავედით, ეხა დროს აღარ დავკარგოთ, წავედით. რამდენზე უშვებ შენ სახალ გამოსაცდელ მაქსისებს? 1.7-ზე დავიწყე. 1.7-ზე? თუ გაგვიჭირდა მე ნახო. იმას ჯალამბარი არა აქვს, ხოთა? ჯალამბარი აქვს, თოკი არა აქვს. თოკი არა. ქართლოს ეხა ხო იცი რა ხდება? თუ გაიჭედე სერიოზული საზორია. თოკი მაგ, ოღონდ მეტრა ნახე. სექს თუ გაიჭედე სერიოზული სტრესი წამოვა შენზე ეკლები. ო, ის არა ქვია. 1.7? ხო. ცოტა, ბევრია. არ არის ბევრი. აუში 1.0-ზე. 1.7-ით დავიწყო. კაი, აქ ეს მარგე უშვებს 1.7-ზე, ქართლოს შევეშვები. მეც უშვებ. რამდენზე? ავი 1.9-ს გავ. საათ ვიწროა იქ გაწყდა. თქვენ ხო ორივე 16-იან დისკზე ხარ? 17-ზე ბოდი. 17-ზე. და ორივე 33-ებზე. ხო. ორივე მარინე, ორივე ფერაძე. ორივე Toyota შვილი. ორივე Toyota. ეს ეწინააღმდეგება ნახე. Toyota-ო და Lexus Toyota. დავიწყოთ? მე წავიდე წინ? გაგვიშვიოდა შედი. მოიცადე. ეხა ჩავრთოთ off-road მონა ისენი რა ქვია, აგრეგატები. ცენტრი დავბლოკოთ, ცენტრს არ დავბლოკავ. წელი, ეგ რა ზოთქა. მოიწოს წავედი. წავედი, გამოდავლებელი ჩავრთე მარტო. საბურავი დაშვებულია და
აქ გამშრალია, აქ სველია ხოლმე ესე ვერ დადიხარ. აბსოლუტურად აი პოტენციალად იქ ჩაგდების. ეგრევე ხო. სპორტისა კანდიდატი. მარცხნივარი ჰარმანე. სადზე ვართ? ლექსუსში აქ არაფერი. ეს რანაირი ლექსუსია. დასწრებს. რაცია მოგცა? კი. აი წინაზე იქ ვიდეოში. სპარტაშორის აღნიშნავ, ჩემ მაგალითად 30-თვიან საბურავი და ეგეთ ადგილას არ ვწარავთ ხოლმე. არც კი ვიყურები წინ. გორარვინა კრიშაზე ვეგდოთ 2 წუთში. მე ვიცი ჩემ მაგალითად სტანდარტ კრიშაზე ავდივარ ხოლმე. მოდი თავყვებით აქ მნიშვნელობა. არა, ათი და გეტყვი თუ რამეა, მარჯვნივ წარდი ხა და იარაღე. მაგიდებთან მივიდეთ? მაგიდებთან მივიდეთ და მაგიდებთან რომ ვიყავ მარჯვნიდან აუვათ იქ ვიტრო ასასვლელი რო არის იქ თანამ მაგიდებამდე მეყოლ მარჯვნივით და გეტყვი რა რომ მეყოლ. მანამდე შეიძლება იყოს რამე გადაწყვეტილება. გადაღება თუ გინდა მან პირდაპირ უნდა შეხვიდე და ის არის კაი აღმაქ სამთელში ვერავით. ტიპი მაშინ მან შევიდეთ. ამასობაში შემოუყევით მოკლედ ჭილის გზას, ეხლა ჯერჯერობით მხატგვერიდან ამოვცით სასაფლაოს, ეხლა ისეთი გადაცემები არაფერი არაა. მივდივართ, საბურავები დაშვებული არის 1 და 7-ზე, პრინციპში თუ გაგვიჭირდა 1 და 0, 0 და 7 ჩასვლას არაა პრობლემა. მაგრამ ჯერ წინასწარ არ დავუშვი, იმიტომ რა ვიცი რა შემჭირდება თქო. ჯერჯერობით საკმაოდ სტაბილურად ნორმალურად მივდივართ. აქ ეხლა სირთულეები ჯერ არა, გუბეები რაღაცეები ჯერ არ შექონდა, მეტნაკლებად მზე არის დღეს დილიდან და ასე თქვა. ეს გრუნტიანი გზა გამშალია, მაგრამ მე ტყეში რო შევალთ, იქ იწყება ყველაზე საინტერესოები და ამიტომ იმედი მაქვს, რომ რაღაცა ჩელენჯები და გასართობები დაგხვდება წინ. აი, წავედით ახლა ნელა-ნელა გავაგრძელებთ გზას. მარცხნი მე ვიძახი, აგერ აქ მარჯვენა რო არის, მანამდე კაისასწრებია და ნუ მაგიდებიდანაც კაისასწრებია რა. ეს მარჯვენა რო არის ჩვეულებრივი გზა და იქეთ არის საბუქსაო, სატალახო, საოხროუდე ელემენტები. წავედით იქით. ზევიდან ვიბრიდა. შეუყვეთ ახლა ეს. მე მომიწევს. არა, იქ ზემოთ უკვე კავლიაში ჩავარდ და მოგიწევს. აქ უნდა ჩახტე უკვე და თუ ადიხარ აქ გასინჯავ. თუ ვერ ადიხარ და ზემოთ ტყილა უნდა იწონო მე. ელა ხო მიქონდა. ოიცე გადავიდე. კონტროლ მივდივარ. ვა! შო, მოვედით. აუ, კიდე კაი ბოტები ჩავიცი უკვე, თორე აი რა უყვართ ხა ეს ტალახი, რა ვიცი. ცენტრი დაუბლოკე? რა? ამოსვლას კი ცდილობს მარგე, მაგრამ ტალახი არ უშვებს. გავლას. აგონე ქართლოსი ჯერია. მოდის ახლა ქართლოსი. არმანეებითი არა. ვიყევით ახლა და იარეთ 13 წილით. წავყევთ, აი წინ ცოტა უკვე კაი აღმართებია. თუ კიდე არ არის გზა ჩაღრმავებული. ვიემენო და წამოვიდა. ფერი ვერ გავიგე. მთელი წინა დღეების უწვიმა არის და
ეხლა მოვოდით აქ და აქ მშრალია. შალამეთში აქ ბევრჯერ წამოსულა და აქ ჩავხჩობილ ვარ და არ ვიცი რა ხდება. A few hours later. აი ესია სიმშრალე. სიმშრალე კი არა, კაი ღრმა არის, ეხლა ჩვენერი მანქანებისთვის უკვე. აბა მოდის მარგე და აი სხვათა შორის წერან რო ვიძახდი რომ ეს პრადო უფრო მაღლა დგას მეთქი ვიდრე 470. აქ უფრო გამოჩდება. აი ხოთი ჩაღმავდა ჩვენთვის. მეგონი უკვე სიმაღლე აღარ ყოფილი. ეხა უკვე გამხმარია შუა ნაწილის, გამყარებულია და მუცელი რომ დადო, ვეღარ მოდის. წვალებით კი მოძრაობს, მაგრამ დიდად შედეგი არა, აქთან აღმართია. მარკე გატრიალდა მუცელსდებდა და აზრი არ აქვს აქ წვალებას. ქართლს გამოუშვებოდა. შევადაროთ, რავი რა უნდა შევადაროთ, იგივე იქნება. ეგ არის რა, ოფროუდი, ჩვენი სტილის ოფროუდი. ტექნიკური გზები არ არის მოკლედ. მოდიხარ, ჯერ არაფერი ხდება. უცბად ერთი კალია ხდება და იქ იხჩობი. და გინდა რავი, რაც დიდ საბურავს დააყენე, უბრალოდ გაივლი ან ვერ გაივლი, მორჩა. ცოტა მე ტექნიკური რელიეფი რო გქონდეს, ბევრად საინტერესო იქნება პირადად ჩემთვის, ვიდრე ესე კალიებში ხო ხიალი და რახა რუხით სიარული. აი დიდი დიაგონალები მყარ რელიეფზე, სადაც უფრო მანქანის მომზადების დონე უფრო დიდ შედეგს იძლევა და შემდეგ გარდა არა მარტო საბურავები. ჩვენი რეალობა ამ ჭილით გორის ეს არის. რომა კალეები ეგრევე და მორჩა. ჩემი აზრია ეგ რა თქმა უნდა. აი. გადავაყენე ქართლოსი წინ და რავი, აბა რა ისი მანქანისია ერთი ვნახოთ. ძალიან მუტალი ტალახია. ნახეთ როგორ მიიპარება. ეგ არაქურდულის აქციელია. ეგრე მეც ავიდოდი. იქ ვერაცდება მოუწევს შესვლა. ქართლოსი გამოუშვა მარგემ იმის იმედით რომ ეგ როგორ გაიჭედება, ეგეც ვნახოთო და ქართლოსამ ჭკუაში აჯობა. მაგრამ სადაც ის გაიჭედა, ქართლოსი იქნა. ხა რო აჯობას. აი მოიცე ხა უთხრა რომ ქართლოს აი იქეთ ამ ხარეს არის ასახტომი კედელი. და მარგეც აქ ავიდა იქ და იქ არის მისული ბოლოში. აი ჩანს ხიდის უკანა ბურთის კვალი. და ნახე ეტყობა რომ ყარი გამხმარი და გამყარებული რო არის, უფრო ვერ ჭრის ხიდი და უფრო დიდ წინაღობას გიქმნის. ანუ აქ შეიძლება უფრო დასვლებულ მიწაზე უფრო კარგად ამოხვიდე. მაგრამ არ ვიცი. ჩადი უკან, ჩაი და იქიდან წამოდი. ჩადი. ცოტაც 20. აი, წამოდი. არა ბიჭო, ინერცია გინდა. იქ უნდა ამოვატანინო. კაი. რაღაცა ბრუნებს არ იღებს და ის თქშენი გითიშავს გონი.
გე? აი ზუსტად აქ მოხვედი შენც. ზუსტად აქ მოდიოდა ისიც. ფრე არის, დოლით 0. გასწორე. აზრი არა, აიგრე გაყევი. всё, დამტკიცდა აქაუროვის ფრე? წავედით ახლა მოვუაროთ? რა აზრი არა აქვს? უნდა არახუნოდათ. წავედ მოვუარეთ რა. ამდენი დრო სად არის? აკო, ანუ რა მოხდა? კლირენსი არ გვეყო არც ერთი. კლირენსი არ გვეყო არც ერთი თქო. 27-ებზე გადასა. გადასასწრაფოდ. ბრონკო რაპტორი. ანუ მე შენ რო ჯალო ქონოდა, მე კი ავიტანდი თავს, რომ შენ ახლა პროსტა ესეთ ფაფას თუ ახლა რო ჯალოცა არ გაქვს, ამიტომ მეორე გზიდან ავიდეთ ჯობია რა. აქვს ჯალო. და მე რა ტროსი არ გაქვს. ბას იქიდე ჩასახჩოვები. არა, იქ აღარაფერი აღარა. ავედით. ორი დამღლის მე დღეს არ ჩერდება არც ერთი და არც ერთი არ ნებდება. წავეთ ახლა შემოვარეთ. მე გადავუღებ. ოჰო, წავედით. ამ გზაზე მე არ მახსოვს, მე მგონი ამ გზით არ მიგია. კარტლოს შენ? მე აღარ ფეხით მომყო. იმიტომ იქ დიაგონალებია და რაღაცეებია და აჰა, აგე წეღარო წუწუნებდი. აქ არის თურმე ესე იგი, უფრო საინტერესო გზა. ახოთ ერთი რას ნიშნავს ეს საინტერესო გზა. აი ხარ ისეთი პერიოდი რა, თან ოდნოსველია, თან შალიც არის, არ ძალიან სადომაზოხიზია და 50-50-ია, ხო? წავიდეთ ახლა. ამ გზაზე როგორ არა ვარ ნამყოფი, კაცო, მახსოვს. ამის მეტი რა მახსოვს. გადავიდე. მე გრიშაზე დაეცემა. დასტრიალებს. ისე შორს თუ გამიწმინდა ტურიზგან. ადი არა. აბა რა არის გადასაღები რისთვის გადმომიყვანეს, ნახო. ნუ ესეც არის რა კვალია, აუნა აუყვე, ანახვალ ან ვერ ახვალ. ორჩა. ორი ვარიანტი გაქვს. მესამე არ იქნება. ეხა კარტლოსი მოდის. კარტლოს უკანია დამოტევით დაყენებული დამცავები და მე მგონი ეგ უფრო უდაბლებს სიმაღლეს და მაგიტო უფრო უთხავს ხოლმე სულ. მე მგონი არა, ბევრად უდაბლებს. ახალ აბარატის მოვდივარ. არაფერი განსაკუთრებით. აი არა ორიდან, წავით ახლა შემდეგზე. რამე სირთულეებს თუ იპოვიან კიდევ უფრო. ნახოთ. წინაც მიხმობენ? კი. რა გითხრა? არაფერი არაა, ჩაისვი. ჩავждები. წავალ. აჰა, კი განხილვა. ეს ორი გზა არის ძალიან ღრმაო. გუბე. იქეთ წახვალ გუბი, აქეთ წახვალ გუბია და შემოსავლელი არის აი ესე ტრაექტორი და აი იქიდან მოვარტყა და. აკო გადაიგებს. მე გადავიღებ. მივიდე იქ აბა, რამდენად არის მოსავლელი. თუ ჩავაგდო გუბეში. იმ გუბეში. შენ იმენა ეგრე მოვუარე? სულ ყველაფერს მოვუარე, ანუ, კაი, წამო. აკო ეგრე არ გამოვიდა დავაწერე. ჰა? ქართლოს მაო გაჩერდი არ წამოხვიდე ქართლოს ნაწილი გიპოვეო და ქართლოს პაროგი გიშოვეთ მო like new condition იმენ აი დააგე ეგრევე
ეს ალუმინიზია მომძვარ თუ იმ ჩარჩოზე. ის მართლა კაია ბიჭო. კაიგე? კარადი გაფუჭებული. არა გაფუჭებული. გაჩერდი, გადაგიღოს ერთი. ვისია ნეტა. დატოვე აქ და მე ვიტყვი რომ აქ აღარ თქო რა. სადვათრიოთ ეხლა კოორდინატებს დაღოდებ და ამოვა ვიღაცა აიღებს რა. ჩავინიშნავ ეხლა ამას. ხო, გაიგეთ. აუ. არა, ეგეთი რა. Like boss გაიარე. კი, პლასმასია მოხსნე. კონდიშენია თქო. ოფენ. გადი გადაგიყო. ოფენ ბოქსი არის. ესეთი ხამასი პეიზაჟი. ქართლოს იმ პირდაპირ უნდა გამავაჭრავ, აი მაგარი ბიჭი ვარ მე, აუარე. მოვალთ ისეთ გუბეს და რომელსაც ვერ ავსებით თქო და მოვედით. ეხლა რაღაცა სათამაშო დიდ გუბეები როა. გადავიდე უნდა? დიდხე. გადავიღო ეხლა. ფერე ბიჭო არა გაქვს ის ჯალო. ყია შენ არ გაქვს და წამალიო ნოდა დუმბაძის ნაწარმოებში როა, ეგრეა. ნებებია ილიკო და ილარიონში. რაიც მოკლავს შეუბედუროო, ეგრეა ქართლოსა საქმე. აბა აქ რა ვიცი, აქ უნდა დაიხჩონ სადღაც. მაგე მე სიავალო. ავიდნენ, თუ უნდა დაიხჩონ. ნომერი დაფარე უკვე. კაი ბიჭო, ადი უკან. ბიჭო, ნომერი დაფარა უკვე. წეგან. ეგ კარების შუამდე ამოვა წყალი და უნდა დაასველოს სულ. არა არ გინდა რა, ვერცად იხარ და.
აცილოს ასლას ეხა იმიტომ რომ მე მგონი მუცელსდებ. მარგე ტალღა გააკეთე და უკან ტალღას გაყევი და მოგეხმარება. თეორიები. აი ასასვლელი არის იქ. ოდნავ წინ წადი მი კედელზე ხარ მიყუდებული. მოდი ცოტა. არა, აი კედელზე ხარ რა. კაი, ადი უკან. თოქს ვამზადებ ხა შაკლი მარგეს არა აქვს. ქართლოს აქ და უცბად ამოვაგდოთ ეს მაგარი. კაი, იყავი ეგრე. კაი, გაჩე. მოვაბით. მიდი ხო? კაი, ესე იგი, ხსნით ახლა შაკლებს. სინემატიკ კადრები. სინემატიკ. თან დიზელის კერხნები ისმის, თან წყალი გამოდის ყველა დირკიდან. იმიტომ რომ ჩაიძირა მანქანა. ესე იგი, ეხა უნდა ვცადოთ ესე ასვლა. ქართლო, შენ ვერ ახვედი ესე? თუ აღარ ცადე? არ დავაძალე და შენ სახლოს რო ვიყავით. კაი. და მოდი ეკეთოს. ო, ეკეთოს და ჩააგდო მაგასთან. რა ფეფენა ბუქსისავს. მაგრამ მაგისთვის წამოვედით და აბა რა გინდა? რა ის არის რა თქვა ბრენდი? არ ვიცი, მათ ისა შეჯიბრზე რომ მოვიგე იქ მომცეს. მოიგე? ხო. ემუნსი. აუ, შეიგე. პატიგა. ამოვაძრეთ მარგი აიქ იყო, აი. იქეთ კიდე ნახეთ რა ხდებოდა. ეს არის შემოსავლელი გზა. და მოდი ესე ავიდეთ. აბა როგორ ავალ ნახოთ ამოსული ალაჰის საბურავზე. ასვლა უჭირს. ალახი როა. ცოტა ადრე უნდა დაიწყო. უკან წაი და იქიდან გამოყევი რა ვაფშე. აი ასვლა რო უჭირს, ქვემო თუ აქვს საშუალება, პირდაპირ ეს კვალი შუაში რომ მოიქცნენ ეს წამოვიდნენ და მე უფრო მარტივად შეძლეს აღტანას. მანდაც ვერა. უფრო უკანიდან. მარგე, აქეთ და მე აიღე და აგაგდეთ. ახლა მარგემ იმენა შოფრული ტროიკი უნდა გააკეთოს. აწოვიდა. მეგობრებო, აგიხსნით მარგი რის გაკეთებას ცდილობს. პირდაპირ რო საჭეს იღებდა ვერ ადიხარ, ერთ-ერთი მეთოდია. აქეთ კედელზე მოეყუდო, მერე უცბად ინერც აიღო ჩქარა საჭე და იქნება ინერციით მაინც აგიტანოს. მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში მაინც კაი. იდე ხა ჩახვიდე ამასობაში. ქართლოსმა მევწდიო. წამო ქართლოს ხო ახვედი შენე. მაგრამ გაზილეს, პირველად კი ავიდა, მაგრამ დაასველეს მერე და.
გაზილეს ასასვლელი. ვერ ავიდიან. ის მომენტებია უკვე სადაც ვერ ვარ თუ 12 გზად არ აქვს აღარცის. წონა მუშაობს. ახე, კაცური კაცის კაცური ტრიუკი. დამადავლებელი გაქვს ჩართული. ტრაქშენი გზუდავს. კაი კითხვა. მე მომიყვანე უკან, აბა. წადი უკან. კაი. დავაი. ათუ ისე არ ხდება ეგრე დავჭი. ჯალო არა და. შანსი არა ამანდას. ეხა მოდი ეგრე სწორად. სწორად მოდი. არა, მოდი. ერთ წამით საჭე სად უნდა აიღო? გადავალე ერთ გადაგესე. ჰა? არა, სწორად მოდი და მეორე მხარეს აიღე პირიქით. შენ მინდა ფულით. არა, ბიჭო, აიღე მეორე მხარეს. და წამოდი ეგრე სწორად. აი ეგრე წამოდი. არა, ძალიან არის. აი ეგრე წამოდი უკან. აღმართ ეჭირება ხარ ხოლმე, მაგრამ ანუ ერთ ეჭირება. ანუ ეხა ტრაექტორით კი არა, სწორად რო ცადო, რას თუ წახვა. ვერავა. რატო? არ იქნება საკმარისი. ცადე რა ვიცი. უკან მოვიდე. ცოტა. კაი. არ ჩამხრა მოხა თორნიკო. გასტორმუზი ქართულს. მაკეთ მაგდებს და ჩამოუწურდებ დავეცემ მარგეს. ეს უსიხმა არის. მარგე რა ყვირის შენთან? აგე მოატრიალა ქართულსა კინაღა მეთიულის სლიპერიზე არ ეგრე გაიჩითა. მაგრამ გადარჩა. ეს არის ის შემოსავლელი გზა. ჩამოვედით უკან და აი ესე, აქენ არის ასასვლელი. წავიდეთ. გავაგზავნოთ შემოვლითი გზით. წინ სიარული. ესე ლამაზი ხედები კი არის ძალიან, მაგრამ აქ ესე მოდიოდი და აქ ახდება. აი ესე არის რავი. ვიცი. აჰა, დაგვთა კიდე ეს პატარა გუბე. რა თქმა უნდა, ამასაც გავივლით. მე კიდე პატარა დაგვთება, იმასაც გავივლით და გავალ დიდგორამდე. ო, ბევრი პატარა გუბეა. წამოდით. ო, არა. არაფერი. მიდი კაცი გაწინა ისქენ. აი კიდე არის ერთ პატარა გუბე. ცოტა მუქი ფერის არისო ქართლოსამ და არ მოეწონა და შევიდეთ თუ არაო და წინ უფრო მეტი ღრმა გუბეები იქნება მეთქი კი უცხარი მაგრამ მე მგონია რომ სადაც არ უნდა გავთხაროთ, ყველა უნდა გავთხაროთ. კაი წამო. აკო ის ჯერჯერობით არის 1-0-ია. ქართლოსი მიგებს. ერთხელ დავაბუქსირა ქართლოსი, მე არ დავიბუქსირებია. მართალი იქ არ შესულა, მაგრამ არის. გასათანაბრებელია მინიმუმ. აჰა, ეხა უკვე მაგიტო უდგე ხარ? გელოდება ეს თურმე. დრო ჩავიძირო, ხო? ხო, იმიტომ რომ 1-0-ს მიგებსო. ნაგავია რა. შურიანია.
კაი, მიდი ახლა შენ თუ აქ ჩაიძირე, იმენა მე არ მოგაბავ. მან არ უნდა ჩაიძირო. ოტები შენ გაცვია. გავარდი გორბალი და მარგე და რას გარტყი? გორბალი გავარდი რაღაცა. მე მარგეც გაარტყავს. Mortal Kombat-დან აა გადმოსული აქო. მოაო ეს მახსოვს აქ მარგე JX-ი თუ რითი იყო. აი მაშინ წვალობდა. ანიმესე გაიარა Nissan 40-იან Nissan-ებით. მაშინ 40-იანებზე იყო. შავი Nissan. აი ესე კაი ამინდია ამწონებული ბუნება, მოდიხარ და ხვდება ეს. აბა და რა ვიცი, აქ საერთოდ არ უნდა გამოხვიდე, ყველგან ამოსათრევი ხარ. ამ მანქანებით ყოველ შემთხვევაში. ნახოთ, იქნება ვწდები. ჩვენ ყველაზე პატარა გუბე შევარჩიოთ და მე რაც მოხდება კი ვნახავთ. გადავაგდო? არა, ესე გამოვა. დიდი ბიჭო რა, ბიე მე, არაფერი არა გაიგე. ე ხალხი ვიცი აქ და ოჩა, ნახე. ამოხვედი. ჩელა პაუკო მარკეტი. კი არ მორჩა, წინაც არის იგივე. მაგეთ შენაირად მოდის? აბა დაждდებიო, მეკითხება ქართლოსი და რანაირად უნდა დავждდე. ამა თუ გონიათ რომ ეგენი დაждდები, არ დაждდებიან. მე ინტრიგანია ვარ, ყველგან მინდა რომ დაждდე. ჩაიძირნო და გადავიღო. მირიანმა გააძო რაღაც დევაისი, ესე დადიოდა. ჩვენ გვაქვს აკო დევაისი. გადადის გადმოდის. თავისი ჩვება. სტაბილიზაცია აქვს. ოჩა. წამო. It was at this moment that he knew. He fucked up. რას დააკატავდნენ წინიდან? ბიჭო, ამ დროს რა ხდება ხოლმე ხა? რა უნდა ვქნათ? რა უნდა გააქანაო? ეგრე ხდება? უნდა გააქანაო ხოლმე? კაი, მეც გავაქანავ ხოლმე რომ დავჯდები ეგრე. მართლე გამქანავებლად არ ვარგა. აკო, ერთი გადაიღე. მურა გავხარდა. ეს ტელეგრამი აქ რო გამაჩერე თორე. მაგრამ გვერდან ვერ დააქანავა, მაგრამ უკიან გააქანავა. გამოიყვანა ჯალოთ. რა? მარგე ჯალამბარს ახვევს ქართლოსა. აუ, კიდე გაჩერდი ბიჭო.
Всё, 2-1. ისე მე ვარ თქო. ხას მეხუთე. ამურად, მაურად. მე ამაზე კომენტარს აღარ ვაკეთებ, უძლური ვარ. ფოკუსსავე ჩატი ხარ, ბიჭო, მია ცოტა და. ხარდლოს კი თუ გაიჭედე? გამოვიდა ხა მარგეს ჯერია. ანუ გავლადია, წესით გამოივლის. მე ტრაქშენი გინდა წინწადი. წინწადი ტრაქშენი გინდა. აი ესეც ელექტრონული დამხმარე ტექნოლოგიების ტექნოლოგია. პრეზენტაცია ნათელი მაგალითი. ნუ სანამ იმუშავებს და სადაც ვერ იმუშავებს, აღარ იმუშავებს. დაე ხალხმა განსაჯოს, რომელმა მანქანამ როგორ გამოიარა. აი აქ ზუსტად ამ მომენტში დააკომენტარეთ, ვინ უფრო კარგად გამოიარა, მე თუ ქართლოსი. ბოლოსში ტრაქშენი მქონდა გათშული და იქ ჩავრთე დიაგონალი, სადაც აიკიდა. აქვე ისიც გავითვალე. თან არის 2-1 უკვე. 2 ამოთრევა ჩემი, 1 ამოთრევა ამისი. და ვაგზელეთ გზას. აქვე მთავარი პოინტი ის არის, რომ მარგემ რაც არ უნდა კარგად გაიაროს ამ მანქანით, ძილის წინ მაინც ლექსუსზე ფიქრობს და ეს იზღვრება და ევანდება ხოლმე. კი, ქართლო. ეტირება არა უშავს, 2-1-ია და უკეთესად გამოიარა. კიდევ აქვს შანსი რომ გამოვასწორო. მიდი. ოღონდ ამ ვიდეოს რო ნახავ, ეგ დიზელის რახარახი. ნახარო არაფერი არის. უნდა დაუკვირდე. ესე როა. მაგით უკვირი ვარ ხოლე რა. აი ეგრე როგორ? ეგრე მოუწევს. ციტრების დადება. მორჩა ეს გუბე. პირდაპირ? კი. იმას რა ენაყლება. ბუთხუზაკაც. რავი, იმას უხარია ეგეთები. რავი, მიდიო. რა მე თუ შენ? ვიქით არ დადგები. კაი, დავდგები. მეგობრებო, ქართლოსმა აი შუაში უნდა გამოვიარო. გადაღებებია. წამო. ნახე. შენ რატო მოკატაო?
ოჰო. საჭე იქეთ აიღებოთ. ოდნა უკან წადი, საჭე მეორე მხარეს. წადი უკან. კაი, ეხა წადი, აბა. ჩადი უკან იქ იამაგა კედელივით გაგ და აი ეს ეყუდება აქ და ვეღარ უშვებს. ა? საჭე მეორე მხარეს გინდა. იქეთ ბუქსაობა დაიწყე. აი, მეორე მხარეს აიღე და ჩადი. აუ რა ხარია. აქეთ. ო და ჩადი. საჭე აქეთ. ცოტა მეტად ჩადი მაშინ. აქეთ აიღე, აქეთ. წადი ეგრე პირდაპირ. ნუ ამასობაში ამდენი სიარულის მერე უკვე ასე გამოიყურება მანქანა. აქ რაღაც დაჭაობებული ადგილი იყო, გამოვიარე და ძალიან ლამაზია ეს სიმწონე, ხალხო მინდა გითხრათ. მოდის აგერ ქართლოს მეი და ვნახოთ აბა ერთი როგორ გამოივლის ამ დაჭაობებულ ადგილს. ფაფასუა კი ამარა, იმ ერთ აღმართზე უნდა ვაღიარო, რომ ჩემზე უკვე თავიდა. იმიტომ რომ მე ბოლოს შემეშინა ძალიან დაკიდებული აღმართი იყო, მაგრამ იქიდან თუ დაიძვრებოდა ჩემი მანქანა, ნამდვილად არ მეგონა. აბა ეხლა ვნახოთ აქ დაჭაობებულ ადგილას ბიჭო რა შვება. რა ტრაექტორიას აირჩევს ამ დაჭაობებულ ადგილას. ეხლა მე არ ვეთქვი და ნელა გამოიაროს და იქნებ ჩაიძიროს. ქართოს აქ ცოტა ტალახებია და ნელა გამოიარე, რომ ტყილა არ დაგესვაროს მანქანა. ხო, აი მან ნელა, იმიტომ რომ ისა ძალიან ტალახებია. ეხლა გაერჭო. ურა კადრებია. ნელა სკოგიტა რა თოიჩკარე. მიხვდა. დავინახე რომ საბარბულში ბევრი სკოლი ქონდა და მეტი კაპოჩი ჩამისული არ გაგა. გაგითავდა. მე რატო? მიდი ახადე მე ჩავოს. შესანახად დაუდე ქართლოს აქ ორი ცალი ეს ლამაზად. როცა აი გამოტებს ახლა გორა უნდა ხდება. გაწმენდა უნდა შუშისა. ბიჭსა. აბა მიდი. ხო, მოიცა ცოტა ზე დაასხავს. გატანინა, გამოჩდი ე? ხო, კაი, აღარ უნდა, მაინც დაისვრება, მეც მოასყავთ ხა. ხო, კაი. პლუს დაიღალა უკვე რით ვეღარ გავედით ბოლოშიო და უჩანს ახლა ჯერ ბოლოში გასვლას რამე. გაგვიანდება სადმე? კი, მაგრამ ცოტა დაგვიანდება, მაგრამ დაგვიანებას კიდე. აბა ხედავთ მარგეს. ამოეძნე ყვაძლივს. არა და 4-1 ხდებოდა. 4-1. გადარჩა ეს საწყალი ეს.
Короче, именно არც ერთ გუბეს არ ააცილა. წამო! მანქანა უნდა გავრეცხო, ჩავრეცხო, გადავრეცხო, გადმოვრეცხო. რა ვიცი, უნდა ჩაიძიროს ბოლოს სადღაცას. გას რეცხავ წინ იბუდურება ხდება ისეთი რა. ო, გარეცხილია. всё, ლარიანები აღარ უნდა. ინაცა. დავით. რა ვერ გავიგე რა დაასკვენი ამ გასვლით? რო ჯეიქსიონა ვიყიდო ისო. რატო? და რატო? მაინც ვერ წავს ეს პრატო. საბურავებით ორივე ნორმალურია. და კომფორტი ჯეიქსიო პრომეტია. ვიცი რომ ვიდეოზე იღებთ ახლა ყველა მალაპარაკებს ფაქველებს, მაგრამ ოკეი, ბრატ, ეგრე იყოს მეტი. აკო აი თბას რო იხებდი, აგერ გადმოუტანიეთ, აი ხა ერთი პატარა. ო, რითერ მორჩა. ორი შედარებით მომწროდი. ოი და გადავიღეთ, თორე ჩავიდირებით. თერ მორჩა ეს გუბეები ჩავედი ისე. აუ მართლა ხოლმე ჭყაპაჭყუპა გუბეებია. რა არის ჭყაპაჭყუპა გუბეებია? მარა იყოს. რა იქნება ახლა? არაფერი ისეთი არ იყო. ჭყაპაჭყუპა გუბეა. რა არის უინტერესო გუბეებს მაღებინებენ უკვე. არ ვარგოთა ეს გუბია, აბა ეს გუბია. დავჯექი უკან მანქანაში. აუ შემოსავლელია. ქართველს მანქანის გარეცხვა გინდა? რა უთხარი. მე რატომ მეკითხებიან გაუშვერე? წადით რა. მე კადრები მექნება. რა კაი არის? შემოსავლელი ამ გზას. მაგრამ არაო წამოდით მოდის ქართლოსი JX-ით, ესეც გაიგით. შუქები ისე ანთო, რომ ეს ფაქტიურად გავსწულია უკვე. დამთავრდა მეთქი, კიდე არ დამთავრდა, გაგრძელება აქვს, იმ არ დამთავრდას. ეს არ დამთავრდა, ნაწილი 3-ია. თუ მე რამდენია? ყველა. ნაწილი ყველა. წავედი ხ გადავიდე. ეს აღარ არის მე მგონი არაფერი.
ეს რატო გიდია მათ? მიდი გავიდეს. მიდი ვიღებ. აქა გადასასწრაფო გადასაღები მგონი არაფერი არა და გავიქცე. Карича хони говодинемо. ადი ოჯახს ოჯახს. ეთქობა ეგ ჭახონი გაიყოლე, თორე ჩვენ გადავჩით. ეთქობა წინა ხიდი. გაგძელე მონაკვეთია და აი პატარა გადასასწრელი ეგ არაფერიო და ეხა იქნება ძალიან სასაცილო თუ მაგ ბოლო პატარა მონაკვეთმა ჩაგვეკლა აქ და დაგვახარჯინა ძალიან დიდი დრო. არაფერია, მაგრამ რო თქვას ამა მიდი ნახავ ჩავარდეს და ვეღარ ამოვიდეს. აი ცოტა დააკლა და იგი ხო. კარტლოს. ეხა კარტლოსი. რა კიდე ეს არის? მოკლედ ახლა მოდროვთ კიდე მივდივართ რა სხვადასხვა დაბრკოლებებს ვლახავთ გზაზე და უბრალოდ დამატება მინდოდა სანამ დაგემშვიდობებით და გავალთ ბოლოში, იმიტომ ძალიან ბოლოსკენ ვართ. გაითვალისწინეთ რომ წვიმების მერე არ წამოხვიდეთ სტანდარტული მანქანით, იმიტომ საკმაოდ გაფუჭებული არის გზა. ამ ჩვენ 33-იან MT-ებზე ვართ ორივე და ჯალამბარი გვაქვს. რამე რო იყოს ჩვენ თავს კი მივხედავთ, მაგრამ ან მარტო თუ მოდიხართ, ან სტანდარტული მანქანით თუ ხართ, ესეთი ამინდების მერე ან მთელი კვირა იყო წვიმები და დღეს არის მარტო კარგი ამინდი. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან ღრმა გუბეებია და არ არის სახარბიელო გზა. ამიტომ გაითვალისწინეთ ყველამ, რომ სტანდარტული მანქანით თუ მოდიხართ, ამ პერიოდში თავი შეიკავეთ, ცოტა გაშრეს და მერე წამოდით. თუ არა და მინიმუმ ისე წამოდით, რომ ორი მანქანა იყოთ და ბუქსირი მაინც გქონდეთ, რომ ერთი რომ გაჩერდება სადმე, მეორემ გამოიყვანოს, ან თავის თავს უშუალოდ ეხა რომ მოძრავ. ცუდი გზა არის, ვა. რა ხდება, რაღაცა ტბასთან მოვედით კიდე, მაგრამ არა უშუალოდ. გავატანე. ესენი ეხა იმას მიშვებიან აქ. მაგრამ არ გამოუვათ ყველაფერი. აი, მოკლედ ეგაა რა, გაითვალისწინეთ ეგ ყველაფერი. საიდანაა, აბაშაკოთა, ჰა? საიდან გავიდე? მე რა ვიცი, შენ რა გინდა, რა სიტყვა? გასვლისგან რა სიტყვა გააჩნია? ვისაც იმათო გავიდე. მაშინ ესე. და გახვალ, вообще არის წყალი. კიდე ვერ გავა? ბიჭო. იქ წყალია, არ ვიცი. ესია საერთოდ არ არის წყალი. ან აი მიდი.
ქართლო, შენც ეგრე უნდა გაიარო? შენც ეგრე უნდა გაიარო? ხო, რა, მანქანას ვადარებ, იგივე იმის გავდივარ. გაავსული ვაქნა, გავიდოდი მე. ხო, მიდი. შეადარეთ. დალეწეს ერთმანეთში. აკომ კომენტარებში ვისაც გინდათ რომ ეს ცაიგული გადმოგცეთ, ხო? ნიკუნაზე უკვე არის რაღაც კონკურენცია შეინიშნება და ეხა აკო დაგვრჩა გასათხოვებელი და კაი. ხო. მოკლედ, რა ხდება მაკო? გამოვედით პრინციპში ბოლოსკენ? ანუ კაი მზიანი დღე იყო, ძალიან ამწონებული იყო ბუნება. მოგვენატრა და კარგი იყო. მე ძალიან მესიამონა ეს ყველაფერი. აქეთ მოიწიეო ქართლოს იმანიშნებს. ეს ტექნიკურად აკეთებს და ჩემი ასე კაია. ხო. რა შეიძლება ითქვას? გარდა იმისა, რომ ქართლოსა ფაფასუაა და 3-1 მოუგე ჩაბმებში, ანუ 3ჯერ ჩავობი ქართლოსა და ერთხელ ჩავობი ქართლოსამ, ეს ანგარიში შეიძლება დარჩება და შემდეგ გასვლებზე გაგრძელდება და ამ ყველაფერს ავღრიცხავთ. ხო. მაგრამ იმას ვაღიარებ. აღმართის დაძლევაში 1-0-ს მიგებს ჯერჯერობით, მაგრამ ხო, ის ცალკე დისციპლინა, მაგრამ ნუ ურევ ერთმანეთს ძალიან ხო ქართლოს, ნუ ურევ ერთმანეთს. ისაც აღმართაზები არის ცალკე, ბოდიშიაკო და ის რა ქვია, დაბმები არის ცალკე, დაბმებში 3-1 ვიგებ, აღმართაზებაში 1-0-ს მიგებს. ეს რაც შეიძლება მაგაზე ითქვა. საბურავებს რა შეიძლება ითქვას? ამ დეტალურ რევიუს, რა თქმა უნდა, კიდე დამატებით ჩავწერთ, ეხა მაგიტო წამოვედი, რომ მათ შორის შემესწავლე როგორ ივლა ტალახში და ამ შემდეგ ძალიან არ გქონია დაშვებული, ქონდა 1-5-ზე და 1-7-ზე და ორივე საბურავებმა დაახლოებით თანაბრათი არა, მეტნაკლებად ნორმალურად. კალეიდან, კვალიდან ერთ-ერთ ვერ ამოვიდა, ხო? მაგრამ მაგარი, თუმცა არ ვიცი, როგორც დაშვება, ანუ 1-0, 0-7-ზე შეიძლება განსხვავებული სურათი ყოფილიყო. მაგრამ ხო, იმის ცოტა დაცვეთილია, ისიც თქვიო, რომ ჩემ დაცვილი, მაგრამ ბევრი აღარ გვიწვალია, მოკლედ კარგი დღე გამოვიდა, კარგი გასაინება, მანქანებს კი ხედავთ ხარ დღეში, უნდა წავიდეთ, გავრეცხოთ და ყველას აქვე გთხოვთ კიდე ერთხელ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, რომ სულ უფრო საინტერესო და საინტერესო კონტენტი შემოგთავაზოთ. მადლობა ყურებისთვის, გემშვიდობებით, მადლობა ქართლოსო წამოვიდა. გაგვიწია კამპანიონობა მიუხედავად იმისა, რომ 3-1 დამარცხდა, არა უშავს ქართლოს ფაფასუა ხარ, ჯერ პატარა ხარ, გაიზდები და მე ყველაფერი კარგად იკრე, ჯენზია. კაი. ბებერი ხალხი. წავედით ხალხო. აი ესეთ ლამაზ ბუნებაში ვართ. აბადროებით. ვიდეოს დასასრული ტრადიციულად ასეთი გალამაზებული მანქანით ვართ და უნდა გავვრეცხოთ ქალაქში, მაინც ესე არ შემოვიდე ამ გაუბედურებული მანქანით. კაურიკებს ამოვიღებ ეხა და ეგა. ხავთ ვასხავთ მაინც, რომ რაღაცას რასაც ჩამორეცხავ. დანარჩენს მერე უკვე წყალი. არა უშავს დავკიდებ, გააგდელე. რადალჟუი. აღარ იცება. გავკაფეთ. აკომ გაკაფა და ეხა ცოტა ხანი დავაცით და გადავალთ რეცხოს. ისი? ო, გვაქვს 5 ლარი. და უნდა გვეყოს 5 ლარი. აუ ეს ბოტები დაუშვათ რა. ხო. ჯერ ის აქვს და 1-2 წუთი დავეცადა. ხო, დავეცადოთ. დაჯდეი. და მე გადავიდეთ რეცხოს და ბოლოს ხუნახ თუ გინდა ბოტები? რატო, ბოტებს ახალ ბოტები დავიწყოთ და რო იმას დაიმატება. კაი, წავედი. გადავედი ბოტებიდან მანქანაზე. ესე. და თუ არ გავეცალე, აი, ეხლა შემოვეწყავ და ბოლოს განა.